პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს. კენჭისყრამდე საკომიტეტო მოსმენა. ახლა მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე უსმენენ. სოფო ბერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ადამიანის ხელში იქნება. ეს განცხადება თავდაცვა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დაწყების წინ გააკეთა. ალექსანდრე ტაბატაძის მოკლე განცხადების შემდეგ სხდომა დაიხურა და ახლა დახურულ ფორმატში მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომავალი უფროსი დეპუტატებს აცნობს საკუთარ ხედვას სამსახურთან დაკავშირებით და აწვდის ინფორმაციას ზოგადად უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ბუნებრივია მდინარაძეს ექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, ისევე როგორც ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა. დეპუტატები საუბრობენ მამუკა მდინარაძის პროფესიულ და პოლიტიკურ გამოცდილებაზე, ხაზს უსვამენ იმას, რომ მდინარაძეს აქვს პრაქტიკული გამოცდილება მრავალწლიანი ძალოვან უწყებაში მუშაობის, საქმიანობის და შესაბამისად ისინი ასევე განსაკუთრებით გამოყოფენ პატრიოტულ გრძნობას, რომელიც როგორც დეპუტატები ამბობენ მამუკა მდინარაძისთვის განსაკუთრებით არის დამახასიათებელი და ჯამში ყველაფერი ეს მათ იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მდინარაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამორჩეულად წარმატებული. მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც უყვარს პირველ რიგში თავისი სამშობლო და თავისი ქვეყანა. ამას გარდა მას აქვს უდიდესი გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ იცით რომ საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, წლების განმავლობაში იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორც იცით იყო ჩვენი უმრავლესობის ლიდერი. ამდენად ის ყველა ეს კრიტერიუმი, რომელიც უნდა ახასიათებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ამ კრიტერიუმს ბატონი მამუკა მდინარაძე რა თქმა უნდა თავისი ამ გამოცდილებით, თავისი უნარებით, თავისი ხედვებით ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მამუკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და რაც თავარია ძალიან დიდი ნდობა აქვს გუნდის შიგნით და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭიროა სწორედ ამ პოზიციაზე წარმატებული მუშაობისთვის. ჩვენი მხრიდან ბუნებრივია მამუკა მდინარაძეს ექნება მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მამუკა მდინარაძეს ჩვენ ვიცნობთ აქტიურ პოლიტიკაში 2016 წლიდან, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, მენეჯერულ თანამდებობებზე, ბრძოლაში, ქვეყნისთვის ბრძოლაში. შესაბამისად მას აქვს პროფესიული გამოცდილება, რაც მთავარი აზროვნებს სახელმწიფოებრივად და ქართულად და ეს არის მთავარი კრიტერიუმები, რის გამოც იგი წარმატებული იქნება აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. კომიტეტის შემდეგ პროცედურა პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც მხოლოდ კენჭისყრა გაიმართება და შესაბამისად პლენარული სხდომის ფორმატში დეპუტატები აირჩევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს. კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. საპარლამენტო პროცედურების დასრულების შემდეგ კი მამუკა მდინარაძისთვის სრულდება როგორც პარტიული, ბუნებრივია საპარლამენტო ცხოვრებაც და ახლა მისი მთავარი საზრუნავი გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის კონსტიტუციური წყობილების დაცვა. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.